ჩაქვში მცხოვრები 19 ოჯახი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას ითხოვს. მათი მტკიცებით მიწები, რომლითაც 25 წელზე მეტია სარგებლობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიამ ავტობანის მშენებლობის გამო არ დაურეგისტრირა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე ოჯახს 2008 წელს მიწა დაუკანონეს, თუმცა 2010 წელს ისევ ჩამოართვეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით 2012 წლიდან აღნიშნული მიწის ფართობი შეპესი აგრომეტის საკუთრებაშია. თემის დეტალებს ლანა ძაძამი არკვევდა. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით ჩაქვში საპროტესტო აქცია გაიმართა. მიწის ფართობს, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, მოსახლეობა 25 წელია ამუშავებს. ადგილობრივთა განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის მიუხედავად მათ ნაკვეთების დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევენ. მოვითხოვ, რადგან მე ჩემი ხელით გაკეთებული მაქვს ის მიწა და გაწმენდილი და ამუშავი ვარ, ამიტომ ეს ადგილი დამიბრუნდე, ადგილი კი არ დამიბრუნდეს, ამის რაც ვიმუშავე და რაც ვიმწვალე, ამის ანგარიში გამისტოროს. აქციის მონაწილეებს შორის არიან ისეთებიც, ვინც 2008 წელს მიწის გაფორმება შეძლო, თუმცა 2 წლის შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო რეგისტრაცია გაუქმდა. მოსახლეობის განცხადებით, მათ სასამართლო პროცესი მოიგეს, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დღემდე არ შესულა. მოსახლეობის ინფორმაციით, მიწა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, 2012 წელს ფარულად შეფესი აგრომეტრს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაუკანონა. 2008 წელში აღიარების კომისიამ დაგვიკანონა. აგერ არის მისი საბუთები ყველაფერი. 2010 წელში მოვიდა შემდეგ წერილი, რომ დარღვევის გამო გაგიუქმდა თქვენ აღიარება. ეს გაგვიუქმეს ჩვენ გაფორმებული. შემდეგ სასამართლოში შევიტანეთ საქმე, სასამართლოს მოვიგეთ. აქამდე ჩვენ ამ საქმეს იმაშობდნენ, რა გვიწელავდნენ, რომ არ გაეფორმებია ჩვენზე ესა. საკუთრებაში ირეგისტრირებს შეპესე აგრომეტი, როცა აგრომეტი არის უკვე მესაკუთრე 13 ჰექტარით მინიმუმი 20 ლარიდან რო იანგარიშო 2.600.000 ლარი სულ არაფრისაგან. უკვე უნდა ჩაიდოს მან ჯიბეში, როცა ეს თანხა შეიძლება მოსახლეობაზე გადანაწილებულიყო. რეგისტრაციის გაუქმების მიზეზების დადგენა გართულდა, მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ის უკვე სხვის მფლობელობაში იყო გადაცემული, აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე. ჩვენ საქმე წარმოებაში მივიღეთ, ყველა გამოაკვეს, რომ შეთვის ძალიან ძნელი გახდა იმის დადგენა, რომ ეს მიწა თურმე 2012 წელს უკვე დარეგისტრირებული ყოფილა რომელიღაც ორგანიზაციაზე. ამიტომ ახლა უკვე გადაწყვეტილების მიღება ჩვენ როც მივიღოთ გადაწყვეტილება, უკვე პრობლემა ექნება მაინც შემოსაძე ვერ იღებს სამ ის პრობლემაში ხის ეს მისა. რაც შეეხება დარეგისტრირებას, ეს წინა კომისია შეეხება მეორე შემდეგი მოსწავლე კომისიაა. წინა კომისიას უნდა მითხოვს რომ რატო არ გაურეგისტრირეს თავის დროზე ის მისები ეს ადამიანებს. თუ კი მაშინ დგინდებოდა დაკავების მომენტი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ტერიტორიები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადმოეცათ. ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, შეპესი აგრომეტრის საკუთრებაში მიწის ნაკვეთები კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას აღნიშნული უძლევი ქონება გადმოსცა საქართველოს მთავრობამ თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგ მოხდა ტოლფასი ქონების სანაცვლოდ მონაცვლეობა ამ მიწის ნაკვეთის და შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოეცა აგრომეტრის საკუთრებაში არსებული ისევ დაბა ჩაქვში მდებარე მიწის ნაკვეთები. ხოლო რაც შეეხება აღიარების აქტს, ალბათ ისევ აღიარების კომისია უნდა განვაცხადოს თავის პოზიცია. საქართველოს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე 2009 წლის კონკრეტული რეგისტრაციის განხილვა მიმდინარეობს. უწყებაში აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ მიწის დაკანონების მოთხოვნით საჯარო რეესტრს წერილობით კიდევ ერთხელ მიმართონ.